საქართველოს ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალურ გახსნამდე საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრების მისაღებად. შანხაიში 400-მდე ადგილზეა განთავსებული საინფორმაციო ხასიათის ბანერები, ასევე ვიდეორგოლები და ერთი თვის განმავლობაში ყველა ვიზიტორი საქართველოს შესახებ მიიღებს ინფორმაციას. თქვენიცით რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი ქართული ტურიზმის ინდუსტრიისთვის ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა, მათ შორის პირდაპირ დაკავშირებადობის თვალსაზრისით, მათ შორის ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც ხორციელდება, მათ შორის მიმდინარე წელს ჩინეთის მასშტაბით. საერთო ჯამში ეს ხელშეუწყობს საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას, პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო მეტი დამატებითი ნაკადების, ტურისტული დამატებითი ნაკადების უზრუნველყოფას ქართული ტურისტული სექტორისთვის. შანხაის ტურისტული გამოფენის ფარგლებში დღეს გაიმართება საქართველოს სახელით გალა მიღება, სადაც 700-ზე მეტ საერთაშორისო სტუმარს საშუალება იქნება დააგემოვნონ ქართული კერძები, დააგემოვნონ ქართული ღვინო, წარმოდგენილი იქნება მათთვის საინფორმაციო ვიდეორგოლები, სადაც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საღამოს მუსიკალურად და კულტურულად გააფორმებს ანსამბლი რუსთავი.